ჩვენი შემდეგი სტუმარია მამუკა გიორგაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო წლები აღარ არის აქტიური პოლიტიკაში, თუმცა ასე ვთქვათ, პოლიტიკის მემატიანიც არის და რაც არ უნდა ზოგისთვის შეიძლება უცნაური იყოს ეკლესიის უახლესი ისტორიისაც. დღეს იქ ჩვენთან მამუკა ჩვენთან არის არა პოლიტიკოსის სტატუსით, არამედ იმ ახალგაზრდის სტატუსით, მოგზაურობ მამუკა, რომელიც აი კათოლიკოს პატრიარქ ილიამ მეორის აღსახსრების შემდეგ პირველ სტიქაროსანთა რიგებში იდგა და სიონის კათედრო ტაძარში მის უწმინდესობას ეხმარებოდა მსახურებაში. ეს პირველი თაობას, ამ პირველ თაობას განსაკუთრებული ბედი ერგო, მან ძალიან ახლოდან ნახეს ეკლესიის აღდგენის, გაძლიერების და ახალი ეტაპის დასაწყისი და სწორედ მინდა ვთხოვ მამუკას, რომ გაიხსენოს აი ის პერიოდი და ისაუბროს რაში გამოიხატებოდა ეს განსაკუთრებულობა და რა როლი ითამაშა მისმა უწმინდესობამ იმ პირველი სტიქაროსნების ისტორიაში, ბედის წერაში. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მაინც ემოციური დღეა და მინდა მაინც ამ დღეებით დავიწყო. ფაქტობრივად დღევანდელ დღეს ამ დღეების განმავლობაში ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ყველაფერი შეფასებულია. ყველა სკანდალი განხილულია. და აი ამ ყველაფერს რომელი ერთი დავიწყო, რამდენი იქ ბუნტი მის წინააღმდეგ, რამდენი ტალახი თუ ქვა მის წინასროლი, რამდენი ეგრეთ წოდებული სკანდალები, ციანიდი იქნება, კოვიდი იქნება, შეთქმულებები იქნება თუ სხვადასხვა, ქართველმა ხალხმა გულწრფელად გასცა პასუხი. ამიტომ მე ვიტყვი, ახლა საიდან დაიწყო ეს? შედეგი ვნახეთ. შედეგი ვნახეთ. უბრალოდ თეორიულად შეუძლებელია. აი თეორიულად შეუძლებელია, რომ ვინმე საქართველოში კიდევ ვერ ღირსოს ის პატივი, რაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ. ეს შეუძლებელი. როგორ იწყებოდა ეს ყოველივე? იწყებოდა იმით, რომ როგორც შეფასება ყველა ხმარობთ, სუდარა გადაფარებული საქართველოს ეკლესიაში გამოჩნდა ნათელი წერტილი. ეპისკოპოს ილია შიოლაშვილის სახით. ვიზუალი, რაც უმთავრესია რა, აი ჟურნალისტებმა ეცით კარტინკა მომეციო რა. პირველი შთაბეჭდილება. დაელაპარაკები სითბო გამოდის მისი სხეულიდან და შეიძლება სიტკბო პირიდან. უბრალოდ აი ბავშვით ფუმფულა ხელი, მაგრამ ენერგეტიკა ძლიერი. აი ეს როგორ თავსდებოდა, ცოტა რთულია ეს ჩემთვის ახსნა, მაგრამ ეს რო ასე იყო, თბილი და ენერგიული და ენერგეტიკა ძალა მოდიოდა. აი ეს უკვე არ ვიცი, მე ამას ვერ შევაფასებ, უბრალოდ ვამბობ ფაქტს და ამას ბევრი იზიარებს საქართველოში. აქ არის კიდევ სურათს, როცა ვამბობთ, რა ფონია, არის 4 ძალიან მოხუცი ეპისკოპოსი. დამსახურებული კი ბატონო, გიორგი, გრიგოლი, ზინობი, ეს ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ბოლშევიზმის დროს, დევნის დროს, საკუთარ ზურგზე გადაიარა თვითონმა მათგანმა ეს ყოველივე, მაგრამ აი ეს ენერგეტიკა ახალგაზრდა ეპისკოპოსიდან რომ მოდიოდა, ეს იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ მაინც სიონში, ან სასოხუმში, ან სადმე ნახავდა მეუფეს, მაშინ მეუფეს, მიხვდებოდა რომ რაღაც ახალი იწყება. ჩვენთვისაც, ახალგაზრდებისთვისაც, რა პატარა ბავშვები ვართ, მე დიდუბის ეკლესიის გვერდით ვცხოვრობდა, შეაწუყვარდა მის უწმინდესობას მაშინაც დიდუბის ეკლესიაში მობრძანება, მე იმდენად უყვარდა, რომ თვითონაც მოხატა და თავის ხელით ასრულებდა ნაღმშევრებს და აშკარად იგზნობოდა, რომ რაღაც სხვა არის რა. შესაბამისად, როდესაც სხდომა გაიმართა სინოდის და გამოირჩა აი ქართულ საზოგადოებაში ყოველგვარი როგორც ახლა იყო დასაფლავება, შეიძლება ითქვას, რომ აი ორგანიზების გარეშე ორგანიზებულად გაკეთდა ტექნიკური ნაწილი, მაგრამ ხალხი რომ თვით ორგანიზებით იყო მისული, თვითდინებას შეიძლება ეს მასშტაბი არ იყო მაშინ, ესეც საინფორმაციო ტექნოლოგიები არ იყო ყველაზე. არ საინფორმაციო იყო, თან მით უმეტეს რა პერიოდია სვეტიცხოვლის ტაძარში
თავი მოიყვარა სხვადასხვა ჯგუფმა, სხვადასხვა ფენის ადამიანებმა, ახალგაზრდებმა, აი იმ განსხვით, რომ რაღაცა გვირავის ბოლოს ნათელი გამოჩნდა, რომ რაღაც სანთელი აენთო. ნუ შემდეგ 50 წლის მერე ნახეთ ჩვენ რომ ეს სანთელი ჩამოიღვენთა და აი ბოლომდე ჩაიწვა. მაგრამ მაშინ აი ახალ დამთებულია რა ეს სანთელი არ დამოვიწყდება ნოდარ ნათაძე, ახლა პატარა ვიყავ, მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო სპეციფიკური ხმის გამო, რომ ალბათ რაღაცა ხდება. აი არც მან, ნუ უკვე დამსახურებული პროფესორია, ახლა მე პატარა ბიჭი ვარ, მაგრამ არც მას არ ქონდა ბოლომდე გააზრებული იმ წრესთან ერთად, რომელიც წრეშიც ის იმყოფებოდა. პროფესორა, შემდეგ როდესაც ჩვენ დავმეგობრდით, აი მაშინ აღვიდგინეთ და რაღაც აი ეს სცენა, სხვები და სხვები, აი გაივსო, სვეტი ცხოვლის ტაძარი. აი საშვები იყო, ხალხმა ვერ დააკავეს, შევიდნენ, ნახეს, რა ხდება, როგორ არის ეს ყოველივე და მეორე დღიდან დაიწყო რუტინა. ყოველგვარი ხმამაღალი განცხადებების გარეშე, ყოველგვარი რაიმე აი გულზე მუშტების, ბრახურის ან ჯოს ძახილის გარეშე, ყოველდღიური თავისი ქმედებით ღერა შეკრიბა ხალხი ტაძარში. თქვენ როგორ მოხდით? აი ახლა მე და ის ადამიანები, რომელთანაც შემდეგ მე ცხოვრებაში მეგობრობდი, ეს იყო ის ახალგაზრდობა, რომელიც ეძებდა თავის თავს, ეძებდა ჭეშმარიტებას, ეძებდა სიმართლეს. ის კი იცოდა, რომ სადაც ცხოვრობდით, რომ ეს ყალბი იყო ყველაფერი, ეს სიყალბე იყო ეს ყოველივე, მაგრამ რა იყო სხვა? ეს არ ვიცოდით. უბრალოდ ვიცოდით, რომ სადღაც სხვა არსებობდა. ილია ჭავჭავაძეს რო წაიკითხა, მივხვდები, რომ სადღაც მე ვსაუბრობ, როცა ვარ 13-14 წლის რომ სადღაც სხვა არსებობს. იქ რაღაცა შემდეგ დისიდენტი ლიზიკო ქავთარაძე იყო, იმან რაღაცა ლიტერატურა, იქ სხვამა რაღაცა ნათესავი მყავდა კიდევ ამ ინფორმაციის პრობლემა რაღაცა მომაწოდა. და ყველა ამ ადამიანებმა მოვიყარეს თავი სიონის ეზოში. უბრალოდ ჩამონათვალის უყველა, ნუ იმ პერიოდი ზოგმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე ამ შემთხვევაში. მე თვითონ მაინც მინდა ახსენოთ, იმიტომ რომ აი თემურ ჩიხლაძე მაგალითად მამა თემური, რომელიც აი სუყველა მივედით რა, სუყველა მივედით და ვეძებთ თავისუფლებას. თემური თქვა, რომ მე ვიპოვე ეს თავისუფლება რა, ეს თავისუფლება აქ არის ეკლესიაში, წავიდა საერთოდ მონასტერში, ბერად წავიდა. აი მაგალითად აცხონოს სოციალისტელი აგრძელებდა ძიებას. გიორგი ჭანტურია, გოგი შიოლაშვილი, აი ეს ადამიანები, რომლებიც ხო, აი ამ კუთხით ვიყავი ჩართული. შემდეგ არარელიგიური ადამიანებიც, ან ნაკლებ რელიგიური ადამიანები, საერთო ათეისტი ადამიანებიც მოვიდნენ ამ ტაძარში. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ძალიან ცოტა ხანში ყველამ პატრიარქის მთების ქვეშ მოვიყარეთ თავი. და აქვე მინდა აღნიშნო უწმინდეს აი თვითონ თვისებები რა, აი თვისება რა, აი ბუნებით თბილი ლოიალური არ იყო რა, კიდევ მეორებზე ჯოს და ძირს ასეთი, მაგრამ ისტორიულ მასშტაბიან თემებზე ქვადარკინა. აი რომლის გამოსწორება ცუდი შეუძლებელი იქნებოდა რა. იგივე შემდეგ პერიოდში ახლა ქართულ საზოგადოებას უკვე ემახსოვრება ეს თემა, როგორიც არის და საქართველოს ფედერალიზაციის საკითხი, ქართული მიწის საკითხი, იგივე კოვიდი ვახსენე და სხვა ბევრი სხვა ასეთი თემები, სადაც პრინციპული პოზიცია დაიკავა და ვერ შეაცვლევინეს. თუმცა მიმდინარე საკითხებში ის ლოიალური იყო. ის ამის გამო არ ქმნიდა ზედმეტ აჟიოტაჟს და ამ სიტუაციაში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საყვედური ესმოდა ჩვენზე და ის ადამიანებზე, რომლებიც მერც სხვანაირად საუბრობს სიონის ეზოში, ახლა ამის მოთმენა 77, 18, 19 წელი ასე მარტივი არ იყო ხელისუფლებისთვის. აი ერთხელ არ უგზნობინებია, რომ რაღაცა ამის გამო პრობლემები ჰქონდა. აი ის რაც ისტორიულ მასშტაბიანი იყო, იქ
აი ეფარებოდა ყველაფერს და შესაბამისად იგივე მისაღები იყო თუ მიუღებელი ამა თუ იმ ხელისუფლებისთვის მისთვის თავარი იყო ადამიანი ამიტომ მიდიოდა მასთან აი ორმოში ჩავარდნილის ამოსაყვანად ბოლოს როცა ყველანი აღმოჩნდით ორმოში და ყველაში მანა მოგვიყვანა აი ეს მოხდა აი დღეს როცა ყველამ გავაცნობიერებდა ვისაც უშუალოდ არ მოწევია მისი დახმარებით ორმოდან ამოსვლა იმისთვის იმედი იყო ის იმედი მოხდა რომ აჭირვების ჟამს ბოლო ინსტანცია სიმართლის ბოლო ინსტანცია დაცვის სწორედ პატრიარქია და მისი ავტორიტეტი გვიცავდა თითოეულ ჩვენგანს ყოველთვის და ისიც მაქსიმალურად ცდილობდა რომ აი ჩვენთვის ეს აეხსნა როდის რა თავისი პირადი მაგალითით აი როგორი რაღაცა მაგალითად ორშაბათობით შემოიღო ბავშვების დალოცვა არავისთვის არ მოუწოდებია თავიდან 2-3 ბავშვი იყო ისიც მრევლის შვილი და მე როდესაც ქალაქში გავრცელდა რომ ბავშვებს ლოცავენ ბავშვების ლოცვა ისეთი თემაა რომ აუცილებლად მე სამშაბათობით და უშუალოდ იყო ერის პარაკლისი შემდეგ შემოიღო შესაბამისი ფორმები მაგალითად დავით აღმაშენებლის სცენების დღეზე მოყავდა ქალბატონი ზინაიდა კვაჭანტირა რომელიც ყინვალე მკითხველი გახდა და ის რო კითხულობდა თან გუნდი გალობდა ნუ ეს იყო ჯერ მარტო სანახაობა იყო ისეთი აგასჯოლებდა რა შემდეგ გალობის თემა ძალიან პრინციპული საკითხი იყო ეს არ იყო დღეს რომ არის რომ ყველა ტაძარში რომ გუნდი გალობს და ჩვენ რომ ამაყები ვართ რომ ჩვენი შვილები ასე ეუფლება გალობას მიხარია და ჩემი შვილი სიონში გალობს და ძალიან მიხარია მაშინ ეს თემა ასე მარტივად არ იყო იქაც ერეოდა საბჭოთა შესაბამისი ინსტიტუტები იქაც ერეოდა რომ ეს არ ყოფილიყო მათ ძალიან კარგად იცოდნენ რომ ამ ქართულ გალობას ქართული ეროვნული სულის აღორძინება მოყვებოდა და ამიტომ მაქსიმალურად იქცეოდნენ უბრალოდ სისტემა იყო უკვე იმდენად დამპალი რომ ვეღარ შეინარჩუნა აი როდესაც ელსებ კეჭაღბაძეს დიდებულ შემოქმედს ჯვარის პისტოლად ქართველი ერის ხვევაინებო სიცოცხლის შენი აი ეს რო გუნდი გალობდა ეს იყო იმ დროში აღიქვამდა პოლიტიკურ დეკლარაციად ერის ჯვარის პისტოლი თვითონ სიწყվածყობა უკვე იყო ისეთი რომ ნებსი თუ უნებლიეთ მრევლს პატრიოტებად აქცევდა არა რა მრევლი დახვდა ჩვენ ეს იყო 20-იან 30-იან წლების რეპრესიებ გამოვლილი მრევლი ეს იყო ის ადამიანები რომლებიც პირადად იცნობდნენ კირიონს, ამბროსის, ლეონიდეს, იცნობდნენ იმ პერიოდის მოღვაწეებს, როგორც ახლა ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რა. თავშად მერაბ კოსტავაზე, გამსახუ ჭანტურია, თამარჩხეი თუ სხვები, ირაკლი წერეთელი თუ სხვები, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ რა. ამგა გიორგაძე. ხო, და ვისაუბროთ როგორ, ნუ შინაურად მოყვეთ რაღაცა კურიოზები ერთმანეთის, ან სასაცილო ისტორიები და ჩვენთვის მაშინ აბადარა ბიჭებისთვის ეს იყო სულ სხვა სიმაღლე, სულ სხვა განწყობით და ასე შემდეგ. კი, მაგრამ ამკვა კიდევ ერთი ფაქტორი იყო რა, ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვი. აი, როცა ჩემი პირველ მისი უწმინდესობა მე დიდობის ეკლესიაში ნახეთ, დიდობის ეკლესიის მრევლი ვიყავ, იქვე ცხოვრობდი. შენგან აქეთ ამხარეს ოღონდ, ხო და სიონში როცა დავიწყეთ სიარული ბავშვებმა აქტიურად. და ეს ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებაში და მე მახსოვს რომ კიდე კაი ხანს ეს ტენდენცია იყო, რომ აი ეკლესიაში წასული ახალგაზრდა კაცი დაკარგულ ადამიანად მიაჩნდათ. უსერიოზულეს პრობლემები უშდებოდათ ოჯახში, საზოგადოებაში და ასე შემდეგ და მაშინ მახსოვს ჩემი სკოლელი ულამაზესი და ძალიან კარგი როგორც ასე ვთქვათ, ეს იყო ერთ-ერთი თქვენი სტიქაროს ვიტყვი ხა პირდაპირ ის მამა ელისე, მამა რევა სიხარულიძე, ჩემი მოწვევი, რომელიც
პირველი სტიქაროსანი იყო და მეუფე დიმიტრი ხა მამა დავითი მისი ძმისშვილი, რომელსაც სხვათა შორის ინფრასტრუქტურულად ზუსტად ის ხაზი გააგრძელა მერეჯერაში და სასწავლებლების დაარსებით, ახალი თაობების გამოსდით და ასე შემდეგ და აი ყველასთვის ისეთ გასაოცარი იყო, რომ მღვდელი კი არ იყო, სტიქაროსანი იყო, უბრალოდ ვერ ჯდებოდა ჩვენს და ბევრის წარმოდგენებში, რომ ეკლესია შეიძლება საერთოდ ახალგაზრდა ადამიანი მისულიყო, იმიტომ რომ ეს იყო მოხუცების სივრცე, რელიგიათაც კი არა ითვლებოდა იმ. ეს ზაბობა იყო, იმიტომ რომ ეს ნიშნავდა კარიერის არა და ახალგაზრდები ძალიან სიმპათიურები. მე მახსოვს ისე მე გშურდა ყველასი ხა რო უყურებდით ამას ყველაფერს, მაგრამ იმ პირველი მომენტისთვის, იმ სიტუაციისთვის ძალიან არაორდინალური და რაღაც არაბუნებრივი თითქოს ხო. ეს არის რომ აი მე გეტყვი ჩემ ოჯახში და საერთოდ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი მაგალითად ნარკომანის შვილი უფრო მისაღები იყო ვიდრე სტიქაროსანის შვილი. მით უმეტეს ახლა დღეს უკვე სხვა პერიოდია და ასე ვთქვათ ღიად საუბრობენ და კაბაჩასმული ბიჭი ცოტა სხვანაირად აღიქმებოდა იმ პერიოდში ახლა რა კაბა იყო ნახევარდმეტ მარის ცოტა საქართველოში. ახლა მამა ელისე ახსენეთ თქვენ მამა ელისე იყო ჩვენი თაობის სტიქაროსნების პირველი ხელმძღვანელი. ის იყო ხელმძღვანელი, ის უკეთებდა ორგანიზებას და ბუნებრივია მეუფე დიმიტრი, მაშინ ჭაბუკა, ეს ორი ადამიანი იყო, რომელიც უწმინდეს ედგა გვერდით და წარმართავდა მთლიანად. აქ ერთი რამე მინდა მე გავიხსენო, რომ დღეს მაგალითად ჩვენ განებივრებული ვართ სტიქაროსნების რაოდენობის. რაოდენობით და ძალიან ბევრ ტაძარში უყურებენ. მაშინ ეს ძალიან დიდი ფუნქცია და შრომა იყო და კიდევ ერთი, აი მაგალითად გეტყვით, რომ ნაკურთხი იყო მამა ელიზბარი ოდიშვილი ქაშვეთის დეკანოზი, ბევრი იცნობს, ძალიან ცნობილი და ღირსეული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ნაკურთხი სასულიერო პირი იყო, სტიქაროსნის ფუნქციებსაც ასრულებდა. იმიტომ რომ არ იყო რაოდენობრივად არ ყოფილა რომ სახურება ხო სახურება ვერ შედგებოდა თვით მისი უწმინდესობაც კი პირველ პერიოდში როცა მობზანდა იყო ერთი-ორი შემთხვევა როდესაც რუსი ალექსანდრე ნეველიდან წამოსული სტიქაროსნება ან დააგვიანეს ან იმდენი რაოდენობა ვერ მოვიდა და იყო შემთხვევა რომ პატრიარქი ელოდებოდა მშვიდად როდის მოვიდოდნენ სტიქაროსნები იმიტომ რომ შეუძლებელია მე დავითი თუ არის სტიქაროსანი თუ არ არის რომ ფუნქციონირება შედგეს და სწორედ ამის გამო მისმა უწმინდესობამ თვითონ დასვა საკითხი რომ აბა ახალგაზრდებო თუ აიღებთ ამას თქვენ თავზე და შესაბამისად აი იმ ვინც იქ ტრიალებდით ზოგმა ადრე ზოგმა გვიან ზოგმა რელიგიური მოტივებით და სუბსაიზე სულიერი მოტივებით ზოგმა როგორც ჩვენ ასე ვთქვათ მხარდაჭერის და მიუხედავად იმისა რომ სულები და რა პირობდით სასულიერო პირობას პატრიოტული და ესეთი მოტივაციით ვიცვამდით სტიქარს და მსახურობდით და ვიყავით ამ პროცესში ბუნებრივია ახლა იქ შემდეგ ჩვენთან მეუფე იობი დღეს სტიქაროსანი და მრავალი ძალიან კიდევ ერთ საინტერესოა რომ აი როცა მამა ელისეზე ვლაპარაკობ მამა ელისეს ოჯახი იყო იშვიათობა იმიტომ რომ მთელი ოჯახი რო დადიოდეს ტაძარში რო დადიოდეს ასეთი ძალიან ცოტა იყო მხოლოდ სასულიერო პირების შვილები პასუხისგებლობა. შემდეგ აი იცი დღეს ალბათ ამ ადამიანებს ჩვენ მადლობა უნდა უთხრათ, იმიტომ რომ მისი უწმინდესობა თავისი ფუნქციების ხიშად კი გამომდის ახლა შესრულების დროს აუცილებლად საჭიროა მის გვერდით იმ ადამიანებს, რომელიც 24 საათი ამ პროცესში იქნებოდნენ და აი მაგალითად იქ ვიღაც პირობითად ვამბობ. პირობითად კი არა, შემიძლია რეალური თქვა მეუფე თადეოს მეუფე თადეოს გარდაეცვალა მამა ახალი წელს და ფსალმუნების კითხვისთვის მისმა უწმინდესობამ მეუფე დიმიტრი გააგზავნა ახლა სხვის შვილს ხوار
აი ეს ასე მარტივი არ არის რა, რომ დღეს საუბრობ ჩვენ როცა ვინმე ეპისკოპოსის ხარისშია, ის როგორ დაიწყო, რა იყო, რა ხდებოდა, აი მამა ელისეც ასევე ის დამატებით კიდევ შრომა იყო და ჩვენ თუ ჩვენ თავს ხანდახან სუღლუტობის უფლებას ვაძლევდით, ესენი თავის თავს ამზადებდნენ სასულიერო პირობისთვის და მორჩილების უფრო მეტი შესაძლებლობები და ძალა მამა ელისეს და მეუფე დიმიტრის განსაკუთრებული სამძიმარი მე მინდა პირადად რომ ფაქტობრივად მასთან ცხოვრობდნენ და მან გაზარდა ეს ადამიანები. ახლა იგივე მამა ელისეს უფროსი ძმა ჯემალი ლამის ეფრემის დროინდელის ტიხაროსანია და კიდევ ერთი მომენტი რომელიც არის აუცილებლად უნდა აღვნიშნო მამა გაბრიელთან დამოკიდებულება რა მისი უწმინდესის და აი ჩამოვთვალეთ ჩვენ ამ ადამიანებს განსაკუთრებული ურთიერთობა ყველა ოჯახში მამა გაბრიელს ყველა ოჯახში კი არა არ იღებდნენ საერთოდ ეს სირცხვილებოდათ მამა გაბრიელის მიღება და ერთი ორი ოჯახი იყო მხოლოდ რომელიც იღებდნენ და პატივსცემდნენ და ემსახურებოდნენ ყურადღებას აქცევდნენ და ესეც სწორედ იმ საერთო დიდი საქმის აი ახლა მაგალითად როგორ გითხრათ აი დღეს შეიძლება ვინმე შეიძლება ალბათ მეტყვის საიდან მოიტანე ესო და ჩემი თვალით რო არ მქონდეს ნანახი და აი იგივე მაგალითად მე ვერ მოვესწარი იმ დროს რომ ან ხალხს ხვრედნენ ან და 60-იან წლებში აი ზრივ პაკეტებს რო უძახიან ასაფეთქებლებს იმას აფეთქებდნენ ეკლესიაში რომ ჭყლეტა ყოფილიყო და ხალხი დაშინებულიყო მაგრამ იმას ნამდვილად მოვასწარი რომ პროვოკატორები თუ შემოგზავნილები მანდ-მაინც კანდელიდან უკიდებდნენ სიგარეტს ტაძარში და ესე იგი ნახევარი წირვის გატარება ჩვენ გვიწევდა ამათ გაყვანა და გამოყვანაში და იქ ვთქვათ ქუჩურ გარჩევებში და ახლა როდესაც აქ ჩვენ გადაცემაში რომ მოვდიოდი სერგო ორჯონიკი ის რა ქვია სერგო პროფესორი ვარდოსანი ბოდიში ბატონო სერგო იცი ჩემი პატივისცემა შესმება მე ვიფიქრე აქ რა მოიარე სერგო ორჯონიკის ძეგლი გაგახსენდა თქო საბუთაოს რო საუბრობდა რომ სარეცხი იყო გაფენილიო სიონის ეზოში სიონში და ქაშვეთში იქ ხალხი ცხოვრობდა და ახლა თქვენ წარმოიდგინეთ კვირადილას ეს ადამიანი თავისი ბრეტელებიანი მაიკით თუ შორტებით კორექტივად გამოვიდა ქალები საცვალს რეცხავენ და ფენენ და თეთრეულს და ასე შემდეგ ამ დროს ტაძარში წირვალოცვა მიმდინარეობს და აუცილებლად შემოვლა არის იმისთვის ის დასვენების დღეა რა გინდა ჩემ ეზოში ვარ აი ბუნებრივად იქნებოდა კონფლიქტური სიტუაციები. ჩვენთვის საპატივცემულო ადამიანები საფლავზე რომ მანქანაში აყენებდა ზეთის გამოსვლას დაიწყებ. იმას ვერ უხსნი. აი ეს ყველაფერი გადადიოდა ძალიან კონფლიქტურ სიტუაციებში, გადადიოდა შეგნებულად აღვივებდნენ. ამ ყოველივეს აღვივებდნენ შეგნებულას. იქ ეზოში 1-2 თავის დროზე იმიტომაც ჩაასახლეს ზოგიერთი რომ ეს გამოვეწვია. აი კიდევ როდესაც ახალ ტაძრებში აი ხშირად ვიხსენებს პირველი რო იყო უწმინდეს აკრძალული ქონდა რეგიონებში გასვლა. და როდესაც პირველ წელს ალავერტში ჩავედით, ნუ იქ მილიციასთან რაღაც კორდონები და რაღაცა ეს კიდე ნაკლები პრობლემა იყო. ეზოში რომ შევედით და აი ეს ფილმი ალავერდობა რო გვინახავს. ხალხმა გვიძრა რა ლოცვით გვაწუხებს. ასე ჩვენი წინაპრები, მამები და პაპები ასე აღნიშნავდნენ ალავერდობასო რა. ხრეობით რა, ზოგი მათგანი ტაძარშიც კი. ახლა ამ ხალხს აუხსნა. აი კიდევ ერთი, აი მარტივად მინდა უფროსი თაობის ადამიანები გამიგებენ, ახალგაზრდები შეიძლება ვერც მიხვდნენ რა საზიზღრობასთან ქონდა საქმე, როდესაც ყველა ტაძარში რომელიც მოქმედი იყო, ყოველ დღე ცხოველების შეწირვა ხდებოდა და ჩამოწყავება და სისხლი და უბედურება, არაფერი განსაკუთრებული, არანაირი სტახანოური მეთოდით უწმინდეს არ გაუკეთებია. ნელა დღეს თქვენ ნახავთ არც საქართველოს არც ერთ ეკლესიაში. ეს აღარ არის.
აი ასე ამზადებდა საზოგადოებას ეკლესიური ცხოვრებისთვის. აი ასე ნელ-ნელა თვითონ კი უნდოდა სწრაფი ტემპი, მაგრამ რამდენად მიყვებოდა მრევლი. ამასაც აქცევდა ყურადღებას. რომ რამდენად შეძლებდა ამის ათვისებას, ზედმეტი წვირთი დაადო ვერ აწევს. ამიტომ მუდმივად ცდილობდა რომ ასე ვთქვათ პროგრესისკენ წაეყვანა, მაგრამ ისე რომ არ ყოფილიყო წყვეტა, არ ყოფილიყო საზოგადოებრივი ფენების განკერძოება. ყველას ხვდებოდა ხუჩაბა, სამეცნიერო ინტელიგენცია, შემდეგ იქ ხელოვნების წარმომადგენლებს თვითონ უკრავდა, თვითონ ხატავდა, იქვე ყავდა, ცნობილი რუსიკო პეტრიაშვილი მაგალითად ეჯდა თავის ოთახში და ეს იღებდა სტუმრებს და ის ხატავდა მინიატურებს იქვე იესხვენი არის, სადაც თავად მოყვა. კი, იქვე ხატავდა ამას სხვებთან მიმართებაში, თხოვდა, თვითონ მიდიოდა. ძალიან ბევრ ადამიანთან, ხუცი ადამიანს ტრაგედიის დროს განსაკუთრებულად ამახსოვდება და ძალიან ბევრი მისთვის უცნობ ადამიანთან შვილი რო დაეღუპებოდა, მიდიოდა აუცილებლად. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღვაწლია მისი, ასე ვთქვათ, ნუგეშისცემა ამ ადამიანების ამ დღეებში საოცარ ისტორიებს ვისმენთ. ის ამას რა ქვია, რომ აი მან გადამარჩინა და მან დამიბრუნა სიცოცხლე. ასევე აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ფოკუსი ყურადღება იყო პატიმრობაში მყოფი ხალხის ნუგეშისცემა. მე აი ამდენჯერ კათოლიკოს პატრიარქი კი არა. რა ვიცი, ეპისკოპოსს ვერ ვიხსენებ, რომ ასეთი სიხშირით, ინტენსივობით ევლოს საპატიმროებში ესაუბრო, შეხვედრო საჩუქრები შეეტანოს პატიმრებისთვის. აი ნამდვილი ქრისტიანული სიკველის გამოვლინება და გამოხატულება. უშრეთი ენერგია. აი ამ რასაც ჩვენ ახლა საუბრობთ, რომ შევკრიბოთ, შეუძლებელია ეს გააკეთო თუ პირდაპირ შეერთებული არ ხარ უფლის მადლთან. ეს შეუძლებელი აი როგორი ახსენეთ ახლა საჩუქარი არ შეიტანოს საჩუქრები რომ აი ეს ხო ამოუწურავი თემა იყო რა აი მისი ხელიდან გაცემული საჩუქრები აი თითქმის არ მინახავს ახლა მე ხო ძალიან ხშირად ვიყავი საპატრიარქოში და ასე აი არ ყოფილა ვინმე შემოსვლელი რამე რო არ გაეტანებინა აი რაც ჰქონდა იმ მომენტში ხელცარიელს არა ხელცარიელს არა აი ამით გასწავლიდა რომ გაეცი უფრო მეტი შემოგივა იქ რუსთაველის მაგალითი ჰქონდა და ციტატები და ასე შემდის გაზდის და გაედინების და ასე შემდეგ რომ ფსალმუნიდან რომ გამცემის ხელი არასოდეს არ იქნება ცარიელი და რომ აი სიკეთეების კეთება აი რო შეხედავდა რომ ადამიანებს შორის რაღაცა დაძაბულობა იყო კი არ უწყებდა ლაპარაკს რომ აი მე თქვენ შორის რატო არაფერი რა დაგიძახეთ და იმ კაცთან ერთად სუფრასთან აი სუფრის თემა კიდევ ცვალკე თემაა რა აი მისთვის ხომ სუფრა უბრალოდ საკვების მიღება არ იყო და ელემენტარულად მე ხშირად მახსოვს როდესაც გადაღლის გამო გაპარულა მაგალითად მარტო რო არავისაც ცოდნოდა ყაზბეგში და იქ რო ჩავიდოდა და დაურეკეთ ამას დაუძახეთ ამას ვერ ჩერდებოდა მარტო რა მიუხედავად ყველაფრისა რომ და აი ეს სტუმარი აძლევდა ძალას და სუპრასთან სწორედ არაფერი უბრალოდ რომ მისი გვერდით აქედან იქიდან მისი ასე ვთქვათ ერთმანეთში უბრალდყოფი ადამიანები ვითომ საკარი აი თქვენ რა სიტყვით აბა თქვენ რა სიტყვით რას უპასუხებ და ავტომატურად ქმნიდა აი ზედმეტი რაღაცეების გარეშე და დეკლარაციების გარეშე და ასე შემდეგ გარემოს როდესაც უხსნიდა გზას და აი ეს ასეთი მისი ყოველდღიური ღვაწლი ქმნიდა წლების განმავლობაში მიზიდულობას, მიბმას
ნუ ცალკე კიდევ თვითონაც იცოდა ზოგი ავანტურისტი იყო, ზოგი რა იყო, ზოგი როგორ იყო, აი იმას იმ წუთში რა ქვია, აი რენტგენი რო გაარკვევს ვირასულის არის, როგორ არის და განსაკუთრებით მისი სპეციფიკური იუმორით რა. მისი იუმორი კიდე ცალკე თემაა რა, ცალკე თემაა ადამიანებთან ურთიერთობაში, ეს შეუძლებელია უფლის გარეშე. შეუძლებელია კიდევ ერთი მომენტი ხშირად აი მოვისმენ ჩვენ ხოლმე რომ აი კერპი შეიქმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც ასე საჯაროდ, ჯერ ისედაც მინახავს სინანულში ვყოფი, მაგრამ ასე საჯაროდ თავის სოდვებზე აი მის ბოლო გამოსვლაში ძიმე მარხვის დაწყების წინ ისაუბრა ანდერძივით დაგვიტოვა რა უნდა გავაკეთოთ და იქვე გთხოვა შენდობა ცოდვებისთვის ჩვენ ადამიანებს ადამიანმა რომელიც ჩვენი გულისთვის ყველაფერზე აი ეს გოლგოთაა რა გოლგოთა არის თუკი აი ვიღაცა შეიძლება ილია ჭავჭავაძე წვით გაიყვანეს ამ ცხოვრებიდან ეს უბრალოდ ჩაიფერფლა საქართველოს სიყვარულში და ქმნიდა ისეთ გარემოს რომ აი შენ შინაგანად გინდებოდა ყოფილიყავი ჩართული ამ გარემოში. ხოლო კიდევ ერთი თემა რომელიც მინდა აღნიშნო და ალბათ ბევრ ადამიანს ხინჯად დარჩება ეს გულში ხინჯად დარჩება მის მიმართ გამოთქმული გარკვეული პრეტენზიები. არც ერთისთვის არ პასუხია. არც ერთხელ არათუ საჯაროდ კერძო საუბრებშიც არ მახსოვს რომ ვინმეზე რამე მას ეთქვა. ეს მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ძალიან რთული მომენტების გამო ძალიან რთული მომენტი რა არ დააბრალეს სხვადასხვა ეპოქაში რა არ დააბრალეს რა არ იყო ისეთი სიბინძურეები რა რომლის თქმაც კი სამარცხვინოა რა არასოდეს იმიტომ რომ მას წამდა უფლის და იცოდა რომ უფალი თვითონ დაალაგებდა სამართალს და აი ჩვენ ხედავთ ეს სამართალი დაალაგდა და ჩვენ ეს ვიცით და კიდევ ერთი რაც ბოლოს მინდა ვთქვა რომ ამ ყოველივეს გაფრთხილება ჭირდება. ამ ყოველივეს გაფრთხილება ჭირდება, მაგალითი მივიღეთ, ნახეთ და მოუწოდებ ყველას რომ ვიცხოვროთ ამ გზით. ვიცხოვროთ ამ გზით, ახლა მაინც გავაცნობიეროთ რომ რა შეიძლება მოყვეს ჩვენ მხრიდან არასწორ ნასროლ ქვას, ტალახს, სიტყვას თუ სხვა რამე. მამუკა ძალიან დიდი მადლობა. ყოველთვის საინტერესოა განსაკუთრებით იმ ძველი მოგონებების ნაწილში და რო გადაივლის ეს პერიოდი, მე კიდე ცალკე მიუძვნად გადაცემა ისტორიებს. მათ შორის იუმორით გაჯერებულსაც ბევრი გაქვს მოსაყოლი და აუდიტორიისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. მადლობა.